ჩინეთში წუწუნი აკრძალეს. ჩინეთის მთავრობა შეწუხდა იმით, რომ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი წუწუნებს. აქედან გამომდინარე 1 ოქტომბრიდან ყველა სოციალურ ქსელში აიკრძალება წუწუნის შემცველი ვიდეოები და პოსტები. საცდელი 2 თვე და ამ 2 თვის განმავლობაში აიკრძალება სამუშაოსთან დაკავშირებული წუწუნი, სწავლასთან და სწავლის არაკომფორტულობასთან დაკავშირებული წუწუნი, სენტიმენტალური ვიდეოები და პოსტები, რომლებსაც შეუძლიათ სხვა მომხმარებლებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს და გული აუჩუყოს, ღია პესიმიზმი და მოკლედ ყველაფერი, რამაც შეიძლება ადამიანში ცუდი განწყობა, მოწყენილობა და პესიმიზმი გამოიწვიოს. ამას იმით ხსნიან, რომ ზედმეტად გახშირდა სოციალურ ქსელებში ნეგატიური ენერგეტიკის მატარებელი პოსტები, ვიდეოები და ასე შემდეგ, რომ პესიმიზმისგან და ნეგატივისგან სოციალური ქსელები გაასუფთავონ. მეგობრებო, რამდენად ლოგიკურია მთავრობის მხრიდან მსგავსი ინიციატივა და მოინდომებდით თუ არა, რომ საქართველოშიც ყოფილიყო აი ასეთი ინიციატივა, რა სიტყვით დაწერეთ კომენტარებში.